მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წარმოგდგენ თუ ახლოს ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 27 იანვრის და 2 თებერვლის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე უპირველეს ყოვლისა მოითხოვოთ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგიულშია რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია რომ ეს მეტად ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებას სხვა სასკეთო ცვლილებებს მით უმეტეს რომ 29-ში ანუ 4 შაბათს ჩვენ გვაქვს ახალ მთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში ხდება სხვაჩვეშ ამ ნიშანში გადადის ასევე პლანეტა მერკური გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა რაც გააძლიერებს აბსოლუტურად ყველა ადამიანში გონებამახვილობას და ასევე კომუნიკაბილურობას ახალი საინტერესო იდეების პროექტების ჩამოყალიბების შესაძლებლობას შეუწყობს ხელს და სპონტანურ იმპროვიზაციას აზროვნებისას ასევე ორიგინალურ აზრებს და ორიგინალურ თვითგამოხატვას შეუწყობს ხელს მაგრამ 29 შაბათი ითხოვს მაინც მაქსიმალურ ყურადღებას იმიტომ რომ ამ პერიოდში ტრავმების ავარიების კონფლიქტების ურთიერთგაგების შემცირების ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციები მატულობენ ეს არის გაზოდებული სატანური დღე 29 რიცხვი რომელიც ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს არავინ არ უპროვოკაციებს არ აყვეთ და აქ მაქსიმალურად ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოცია არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო ამ პერიოდში არ დაიწყოთ ხელშეკრულებები არ დადოთ მოლაპარაკებები არ აწარმოოთ ეცადოთ რომ ეს პერიოდი განსაკუთრებით ხილად გაიაროთ და ასე ვთქვათ, დარჩენ დღეები კვირისაკი მაქსიმალურად გამოეკროთ. მთლიანობაში კვირა კარგია. უბრალოდ აი ეს დღე ითხოვს ცოტა მეტ სიფრთხილეს, 4 შაბათი 29 რიცხვი და ეხლა ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბოლენა გვაქვს ჩვენ ასევე 29-ში რა ხდება 4 შაბათს ახალმთვარეობასთან ერთად კარმული კვანძები წლინახევრით გადადიან თევზების ზოდიაქოს ნიშანში. ეს ამშვენი მოვლენა ეს აღმოვალი კვანძი გადადის თევზების ზოდიაქოში და აღმოვალი ქალწულში, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა კოსმიური მისია ამ წლინახევრის განმავლობაში პრიორიტეტული უნდა იყოს სამყაროს სულიერი აღქმისაგან. ანუ რაც შეიძლება მეტად უნდა განავითაროთ თქვენი სულიერება. ანუ მატერიული ასე ვთქვათ ფაქტორი ცხოვრებისა უნდა გადაიყვანოთ მეორე პლანზე. მოდი ასე ვთქვათ, წინა პლანზე მოდის სულიერება, ანუ სამყაროს შეცნობა, მისი კანონების, წესჩვეულებების და საკუთარ სულიერების განვითარებაზე ზრუნვა, ხოლო მატერიული საკითხი უნდა იყოს მეორადი. მაშინ ადამიანი დგება სწორ გზაზე წარმატებისა და არა პირიქით. ესეც აღმოჩნდა საქველმოქმედო აქციები იგივე დაუშვათ უნდა წამოიწვიოს წინა პლანზე აუცილებლად როგორც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ პერიოდის. ახლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის მთლიანობაში 29 რიცხვის გამოკლებით კვირა კარგია. უბრალოდ 4 შაბათი გავიაროთ ცოტა ფრთხილად და წინ დახედულად ყველას ეხება ეს. დარჩენი კვირის დღეები კარგია, მაგალითად ვერძები. გააცილებით უფრო აქტიურები, დინამიურები ხდებიან და მათი ნაყოფიერება მუშაობის ერთიორად მოიმატებს. ახალი საინტერესო იდეების რეალიზაციის პერიოდია. ეს პერიოდია, როდესაც ცოტა პირად ურთიერთობებში შეიძლება აი პარტნიორ ურთიერთობებში ცოტა შინაგანი სიმართლე იგრძნოთ, მაგრამ სხვა მხრივ პერიოდი უდაოდ კარგია. რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ინტერნეტთან. აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, საინტერესო ასე ვთქვათ ადამიანების გაიცნოთ. რაც შეიძლება მეტად სპონტანური იმპროვიზაცია. თქვენ გწნობთ რომ რაღაც თავისუფალი მოქმედების არეალი განთავისუფლდა თქვენთვის მეგობრული კონტაქტები მეტად სასკეთო ელპერ შეიძენენ რაც პირობაში ხელს შეუწყობენ თქვენს განვითარებას წინსვლას პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვა სასკეთო ცვლილებების შემოტანას თქვენს ცხოვრებაში ეს კარგი იქნება თქვენთვის 29 იანვრის და 2 თებერვლის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 27 და 31 იანვრის დღეები და ეს რიცხვები დარჩენ დღეები წარმატების კუთხით საშუალოა თუმცა 29 რიცხვი რომ მაინც ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ, მართლა თქვენ გაქვთ იგი პოზიტიური, ამიტომ შედარებით ნაკლებად იმოქმედებს ნეგატიური კუთხით თქვენზე, მაგრამ მაინც რადგან მას აქვს რაღაც უწესრიგ სატანური ენერგიები, ყურადღება მათ შორის თქვენი სულსწრაფობის, თქვენი აგრესიის, კამათისადმი, მიდრეკილებისადმი, მაინც საჭიროა რომ გქონდეთ შესაბამისი. მაგრამ ის ახლის პროვოკაციას მაინც არ წამოეგოთ. რაც შეიძლება კურო ზოდიაქოს ნიშნავდებულებს, ეს პერიოდი უკვე ნელ-ნელა ამცირებს თქვენს ენერგიულ ტონუსს. ანუ ჯანმრთელობა უკვე ითხოვს ცოტა მეტ დასვენებას, უფრო მშვიდ ცხოვრებულ რიტმზე გადართვას, თუმცა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები ჯერ კიდევ არის წარმატებისა, მაგრამ აი თვითრწმენის ელემენტი მცირდება. მაგრამ ის რომ ურთიერთგაგება თქვენსა და ვიყოფ ადამიანებს შორის აქ მაღალია, ეს
კარგია, რომ მეგობრებთან, კოლეგებთან, ნაცნობთან ურთიერთობა შეიძლება იყოს საკმაოდ მყარი. რაც ხელში ყავს მათი მხრიდან თანადგომას, რაც მეტად შეძლებს დიპლომატიურად, ცოტა რბილ და სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ან შენარჩუნებას კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, უფრო მეტად ხელში უწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას და მეტად ცხოვრების სულ წინსვლას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები და ცოტა მეტი ყურადღება საჭირო 29 იანვრის და 30 ასევე იანვრის დღეების მიმართ. ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება აქ ენერგოტონუსი აშკარად უმჯობესდება, ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო ქარიზმატული. აქ სიტუაციები სასიკეთოდ იცვლება, ემოციური განწყობაც უმჯობესდება, მოულოდნელი წინადადებები, მოულოდნელი შემოსავლელი კომპენსაციები, თუ რაიმე დანაკარგი ქონდათ ეს ყველაფერი მატულობს ამ პერიოდში. აქ ეს არის პერიოდი ახალი პროექტებისა, ახალი ურთიერთობებისა, ახალი შეიძლება საქმის დაწყებისა, ან ახლებურად მისი განვითარებისა. პერიოდი კარგია მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, უცხოეთში სწავლა, პარტნიორული თანამშრომლობა, ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. ოღონდ 29 რიცხვი ცოტა ფრთხილად გავიაროთ, რომ აქ თქვენმა ეიფორიამ არ მიაღწიოს პიკს და შესაბამისად არ დაგეშვებინოთ. ენას გველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით განსაკუთრებით 29-ში, რომ აქედან გამომდინარე თქვენი ამ ინფორმაციით თქვენმა არის სარგებლობ შემდგომ მათ შორის თქვენ საწინააღმდეგოდაც, მაგრამ მთლიანობაში კვირა უდაოდ კარგია. ყველაზე კარგია თქვენთვის 29 იანვრის დღე და 2 თებერვალი, მაგრამ თქვენს 29-ში მიხვდეთ იმის, რომ თქვენ შედარებით უმტკივნეულად შეიძლება გაიაროთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ პოზიტიური დღეა, მაგრამ მაინც ახალმთვარეობაა და გახსოვდეთ, ამიტომ ცოტა მეტი თავდაჭერა, სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ ამ დღის მიმართ, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხითაც და ნეგატიური ასევე 27 და 31 იანვრის დღეები და ეს რიცხვები. რაც შეიძლება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას მოითხოვოთ, რომ აქ სიტუაცია აშკარად კარგია იმ კუთხით, რომ აი მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის, მაგრამ 29 რიცხვი თხოვს მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ახალმთვარეობაზე კერჩხები ყველაზე ძლიერ და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ამიტომ მაინც საერთოდ დაძაბულობა 29-ში ჯერ კიდევ თვალსაცემი იქნება. თუმცა მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც ილუზიებისგან ეს ნიშანი უფრო მეტად თავისუფლდება. აქ შეიძლება ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს კვირის განმავლობაში პარტნიორებთან. ზოგიერთი გეგმები სწორად, ასე ვთქვათ, დასახოთ და სწორად განავითაროთ, მაგრამ მაინც 29 რიცხვი გავიაროთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მაქსიმალურად ვაკონტროლოთ საკუთარი ემოცია და მაქსიმალურად ამ კვირის განმავლობაში ენას ყველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით. ზედმეტი არ ელაპარაკოთ. თუმცა უკვე თქვენ იგრძნობთ, რომ კვირის მეორე ნახევრიდან ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. მეტი გამოძინება და დასვენების მოთხოვნა ექნება თქვენს ორგანიზმს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 30 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 28 იანვრის, ასევე 29 იანვრის და 1 თებერვლის დღეები. რაც შეიძლება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას ცოტა დაღლილობას ეს ნიშანი აშკარად იგრძნობს უკვე ამ კვირიდან, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მცირდება, იმუნიტეტი უფრო სუსტი ხდება და ეს ის პერიოდი, რომელსაც სამუდროოდ საქმიანი კუთხით აქვს კარგი შესაძლებლობები, შეიძლება ახალი სამსახურის, ახალი საინტერესო პროექტის წინაშე აღმოჩნდეთ, მხარდაჭერას იღებთ ხელმძღვანელთა მხრიდან, გავლენიანი ადამიანთა მხრიდან. ამიტომ თვითრწმენა ამ კუთხით კი უდაოდ არის და რაღაც საინტერესო ცვლილებების წინაშე დგებით, მაგრამ მაინც მიაქცეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რომ აი შესუსტებული იმუნიტეტი არ გახდეს რაღაც ამ კუთხით პრობლემების მომტანი ფაქტორი და ამავდროულად მაქსიმალური ტაქტი თავდაჭერა გმართებთ კოლეგებთან, ხელმძღვანელთან მიმართებაში, რომ ზოგჯერ თქვენმა სიხისტემ და დაღლილობიდან გამომდინარე ემოციურმა გაღიზიანებამ არ ეჩინოს თავი და ნეგატიური დაღი არ დაასვას ამ ურთიერთობას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 და 31 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 იანვრის და 2 თებერვლის დღეები, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა გავუვოთ. რაც შეიძლება ჰაერისტიკას, ანუ სასწორი ზოდიაქო იგულისხმება, ენერგოტონუსს თქვენ არ ურჩევით, პირიქით იგი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, იმუნიტეტი მატულობს, კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა უფრო მეტად უმჯობესდება, აქ როგორც სახლში, ასევე სამსახურში უფრო მეტად აწესრიგებთ სიტუაციებს, ურთიერთობებს და ასევე აღმოჩნდეთ, რომ პრობლემები უფრო ადვილად იხსნება, უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, თვითრწმენა მატულობს. ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება საინტერესო მოგზაურობის, ახალი პროექტების
ქვეყნების წინაშე აღმოჩნდეთ საზოგადოების წინაშე გამოსვლაც იქნება წარმატებული როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი აიმაღლებთ ავტორიტეტს და კარგ ორგანიზატორულ მონაცემებს გამოავლენთ კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება იქნება ბრიად სასიკეთო აუმჯობესებთ ურთიერთობებს სასკვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე შვილებთან მიმართებაში, რაც ზრდის ასევე თქვენს ავტორიტეტს, ოღონდ გავიაროთ 29 რიცხვი ფრთხილად და ყურადღებით. ეს რთული პროვოკაციული დღეა. დარჩენი კვირის დღეები უდაოდ კარგია. კარგია თქვენთვის განსაკუთრებით 30 იანვრის დღე, მაგრამ არ ვარგა 27 და ასევე ნაწილობრივ 29 როგორც აუშვეთ და 1 თებერვლის ასევე დღეები. მორიალის ზოდიაქოს რაც შეეხება დაძაბულობა ნელ-ნელა მცირდება, თუმცა ენერგოტონუსი ასევე კლებულობს, განსაკუთრებით აი კვირის მეორე ნახევრიდან, უკვე 29 რიცხვიდან. ანუ თქვენ აქ გზნობთ, რომ ცოტა შინაგანი დაღლილობა იჩენს თავს, მაგრამ ამავდროულად შინაგან თავისუფლებასაც მეტად იგრძნობთ. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ შეიძლება ახალი პროექტები განახორციელოთ, ახალ ბიზნეს გეგმებში ჩაერთოთ, უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოთ თავშეთ კოლეგების, მეგობრების, ნათესავების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, თუმცა გარკვეულმა ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი, მაგალითად რა, საყოფაცხოვე პრობლემები, გაგიფუჭდა დაუშვათ სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, რაღაც სხვა სახის სირთულეებმა შეიძლება უფრო მეტად იჩინონ თავი, რაც მოითხოვს ცოტა მეტ დროს, ენერგიას და რაც თავარია ფინანსებს. კარგია თქვენთვის 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები რიცხვები და ცოტა ფრთხილად ვიყოთ 29, 30 იანვარს და 2 თებერვლის დღეებში. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, აქ დაძაბულობა მცირდება, თუმცა 29 რიცხვი აშკარად თითქოს ცოტა მეტ სიფრთხილეს ინდახდულობას ამ პერიოდში იქნება ზედმეტად სუსტრაფი, მოუთმენელი, სარკასტული და ამ შემდგომ არ აყვეთ პროვოკაციას, მაგრამ დარჩენი დღეები შეგიძლიათ საკმაოდ აქტიურად გამლოთ, იმიტომ რომ კარგია როგორც თქვენი საინტერესო გეგმების დასახვისა და რეალიზაციისათვის, ასევე საინტერესო საქმეებში ჩართულობის კუთხით. ზოგიერთი პრობლემები ადვილად გადაწყდება თან მოულოდნელად და კარგია ეს პერიოდი მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით, სწავლის თვალსაზრისით, პარტნიორული თანამშრომლობას ნაყოფიერი იქნება, მოგზაურობაც, მაგრამ მაინც 29 გავიაროთ ხილად, იმიტომ რომ აქ ფეიკების ალბათობაც მაღალია, თქვენი მოტყუების ცდელობაც მაღალია, ამიტომ ყველა სახის ინფორმაცია მაინც ამ პერიოდში გადაამოწმეთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც და არ ვარგა 28 იანვრის, ასევე 29 იანვრის და 1 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, მოვიტოვოთ, რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ზედმეტად გადაიღლებით. საკუთარ თავზე ზედმეტ ინიციატივას აიღებთ. ჯანმრთელობა ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ, განსაკუთრებით 29 რიცხვის ზონაში. ამასთან ერთად მოდით რომ ამ პერიოდში სხვადასხვა სახის ურთიერთწინააღმდეგობებმა ურთიერთობებში შეიძლება იჩინონ თავი, მაგრამ მთლიანობაში კვირა არ არის ცუდი, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით შეიძლება ადრეული საქმეებიდან დივიდენდები მიიღოთ ან რაღაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში ჩაერთოთ, ისეთ ხელშეკრულებების დადოთ, რომელიც შეუწყობენ ასევე მათ მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა 29 რიცხვი გავიაროთ ხილად. არავით არია კაპიტალ დაბანდებები, მნიშვნელოვანი საგრძელები და ასე შემდგომ. ამისგან ჯობია თავი დავისგვიოთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 და 31 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც, რომელიც საკმაოდ ხილად და წინდახედულად უნდა გამლოთ. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, მერწყულება 29 რიცხვის გამოკლებით მთლიანობაში თქვენი დროა, თქვენი კვირაა. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში, ეცადეთ იგი მეტად აქტიურად გამლოთ, იმიტომ რომ პოზიტიური შანსებით არის იგი აღსავსე. Πρώτ 29 გავიაროთ ხილად, წინდახედულად კომპლექტებში არ შევიდეთ, ზედმეტი სიჯუტი არ გამოვავლინოთ და სარისკო მოქმედებებს აქ თავი დავანებოთ. არავით არ ხელშეკრულებები მოლაპარაკებები 29-ისთვის არ დანიშნოთ. სხვა პერიოდები, სხვა დღეები გამოიყენოთ. Იმიტომ რომ აქ ენერგოტონუსი უმჯობესდება, უფრო თავისუფლად მოქმედებს, თქვენი ინიციატივა უფრო პოზიტიურად იქნება მიღებული საზოგადოების მხრიდან. ეს ის პერიოდი, როცა პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება კარგი, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, აშკარად თქვენ აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს და იქნებით უფრო წარმატებული, პოპულარული, თქვენი ქარიზმა უფრო მეტად მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ზრდას თქვენი, ასე ვთქვათ, რეიტინგისაც საზოგადოებაში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 იანვრის და 2 თებერვლის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგო 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, თევზებო, ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ზედმეტად გადაიღლებით. თუმცა არ გარკვეული
პერსპექტივები არის გარკვეული იდეების პროექტების რეალიზაცია შესაძლებელია თქვენ შეგიძლიათ საქმიანი და შემოქმედებითი თავისუფლება იგრძნოთ, რაც ხელში შეუწყობს ასევე საინტერესო პროექტების განხორციელებას, ანუ პოზიტიური შესაძლებლობები არის, მაგრამ ჯანმრთელობა აირა ეთხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ იმუნიტეტი მცირდება, ამიტომ ინფექციური დაავადებების გრიპების ტენდენცია მატულობს, რაც ხელს შეუშლის ამ პროექტების რეალიზაციას თუ ავად გახდით, იმიტომ რომ ამის ტენდენცია მატულობს აუცილებლობა არა, ამიტომ მეტი ყურადღება ჯანმრთელობას, ცოტა მეტი ასე ვთქვათ, ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა და გახსოვდეთ, რომ უკვე ამ გვერდიდან მოიმართებენ ფაული მტრები, ჭორები, ინტრიგები, კონკურენტული ბრძოლა, მოშორნეების თქვენ საწინააღმდეგო მოქმედება, კონტროლით რა ხდება ზურგს უკან, ენას კბილი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით და ისე მოქმედეთ. მას კარგი იქნება თქვენთვის 27 და 31 იანვრის დღეები და რიცხვები და მეტი სიფრთხილე გმართებთ 29 იანვრის დღის მიმართ, რომელიც უფრო საფრთხილო და საყურადღებოა და აქ არ აქვთ განსაკუთრებით პროვოკაციებს. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.